ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გქონდა ძალიან საინტერესო განხილვა სომხეთ აზერბაიჯანის საკითხის მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბლოკი გამოვიდა რაც ამ გადაცემაში მქონია ამიტომ თუ არ გინახავთ გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ და ეხლა ასევე საინტერესო საუბარი გვექნება ია მეურმიშვილთან ამერიკის ხმის ჟურნალისტთან რომელიც ჩაგორთვება ვაშინგტონიდან ია მოგესალმები დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ია მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რა შედეგები მოყვა ზელენსკის ვიზიტს ვაშინგტონში რა იყო მისი მთავარი გზავნილები მისი მთავარი მოთხოვნა ამერიკული მხარისთვის და ამას ასე ვთქვათ რა პასუხები მიიღო მან ვაშინგტონიდან გამარჯობა ეკა მადლობა ზელენსკი ვაშინგტონიდან გუშინ გაფრინდა კანადაში ვაშინგტონში ერთი ესეთი ყველაზე ხელშესახები შედეგი რაც შეიძლება ვთქვათ რომ მიიღო არის ის რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა 325 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დახმარების პაკეტი, რომელშიც შედის უამრავი ისეთი რაღაცა, რაც რა თქმა უნდა სჭირდება უკრაინას, მათ შორის ატაკამსებზე არის საუბარი, გრძელი რადიუსის რაკეტებზე. ატაკამსებზე გაჟონა მედიამ, არ ვიცი ზუსტად გაჟონა თუ უბრალოდ მედიამ ესე მოხერხებულად მოიპოვა ეს ინფორმაცია, მაგრამ NBC-ს ჰქონდა გუშინ ამაზე ინფორმაცია, რომ სამწყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იყვნენ პრეზიდენტებთან შეხვედრისას და ასევე სენატში დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას ამ სამ ადამიანმა დაადასტურა ერთი და იგივე რომ პრეზიდენტი ბაიდენი დათანხმდა იმას რომ გაუგზავნოს ატაკამსები. თუმცა თეთრი სახლი მალევე გუშინვე გამოვიდა და თქვეს რომ არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციასო და არ არის გამორიცხული რამდენიმე ესეთი ექსპერტთან საუბრის შემდეგ გაირკვა რომ თურმე შეიძლება ის რომ გაიგზავნოს ეს ატაკამსები ისე რომ არ მოხდეს მისი გამოცხადება ესე საჯაროდ ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა ხდება გაგზავნა. ანუ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ბრძოლის ველზე თუ შეიცვლება რამე და თუ გვექნება იმისი ვთქვათ მტკიცებულება რომ ატაკამსები ნამდვილად მისცეს. კი ბატონო, სანამ კანადაზე გადავალთ მაშინ მოდი უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ამერიკის პოზიცია ახლა უკრაინის ომთან მიმართებაში რა არის მთავარი არგუმენტი რომ თუნდაც ატაკამსები არ გაიგზავნოს ან ამაზე საჯაროდ არ იყოს საუბარი ვაშინგტონში რა არგუმენტები ისმის ამაზე არაერთხელ გვსმენია მაშინ როცა საუბარი იყო ახალი და უფრო მოწინავე იარაღის გადაცემის დროს ყოველთვის იყო ის რომ არ გავაღრმაოთ კონფლიქტი არ გამოვიწვიოთ კონფლიქტის ესკალაცია და არ ვაიძულოთ რუსეთი რომ არ მივამწყდიოთ რუსეთი კუთხეში ასე ფიგურალურად რომ ვთქვათ ყოველთვის გასდევს ეს რაღაც ლაიტმოტივად მით უმეტეს როცა დიდ დახმარებაზეა საუბარი იგივე იყო გახსოვთ ალბათ თქვენ 6-11-ზე როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა რომ ამას არ გააკეთებდა იმის გამო რომ ეს მოახდენდა კონფლიქტის ესკალაციას ესკალაციაში სავარაუდოდ შედის ის რომ თქვათ არ არის გამორიცხული ან ვერ გამორიცხავს დასავლეთი და განსაკუთრებით შეერთებული შტატები იმას რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. თუმცა ამასაც შევატყეთ რომ როგორც ჩანს რაღაცა კარს მიღმა თუ საჯარო თვალის მიღმა ხდება რაღაცა საუბრები კრემლსა და ვაშინგტონს შორის, ასევე ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის და ამის საფუძველზე ვხედავთ იმას, რომ რუსეთი განსაკუთრებით პრეზიდენტი პუტინი აღარ საუბრობს ბირთვულ საფრთხეზე ისე ხშირად, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. ანუ მოკლედ პასუხი არის ის, რომ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ვაშინგტონი ასე ვთქვათ თვითცენზურას აწესებს იმაზე თუ რა სახის იარაღს მისცემს და გარდა ამისა ის დიდი შეზღუდვა რომელიც უკრაინას დღემდე აქვს და არა მხოლოდ შეერთებული შტატებისგან ასევე ბევრი სხვა ნატო-ული პარტნიორისგან ის არის რომ დასავლეთის იარაღი არ იქნეს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მისატანად. და უკრაინამ ამ ბოლო პერიოდში აჩვენა ის რომ საკუთარი სახლში შექმნილი ტექნოლოგიებით მას შეუძლია რომ რუსეთში ვთქვათ იქნება ეს დრონები თუ რაიმე სხვა სახით იერიშების მიტანა აი ეს არის ერთი კიდევ ფაქტორი რომელიც აქტიურად განიხილება და
ყოველთვის არის გრძელი რადიუსის რაკეტა, რომელსაც მიწვდომა შეუძლია რუსეთის სიღრმეში, რაც ძალიან ჭირდება ეხა უკრაინას. და ხო, ეს აბსოლუტურად გასაგებია, ეს არგუმენტი იყო ყოველთვის ომის დაწყების დღიდან, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომ ომი მალე დამთავრდეს, ან ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთოს უკრაინის უპირატესობა. ეს ამაზე რამდენად ღია არის დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით და რამდენად ფიქრობ, რომ მართლაც ამ ომის შედეგებს შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე? სავარაუდოდ ომის შედეგები არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს. ყველა დაკვირვები ჩანს ის, რომ შიდა საკითხები არის ის წამყვანი თემები, რომლებიც სავარაუდოდ გადაწყვეტს იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს საბოლოო ჯამში ამერიკა მხარს. ამ საკითხებში შედის, თქვათ, სხვადასხვა სახის გამოძიებები, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. ერთის მხრივ ტრამპის გამოძიებები, მეორეს მხრივ ჰანტერ ბაიდენის გამოძიებები, ასევე აბორტის უფლებები და რამდენიმე შიდა საკითხია, რომელიც ძალიან აქტიურად აწუხებს საზღვრის კონტროლია მათ შორის ერთ-ერთი აქტიურად აწუხებს ამერიკელ ამომრჩეველს. ომს ცხადია თავისი ადგილი ექნება ამ ანუ ხო უნდა გაამართლოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რაში ასე ვთქვათ გადაიხადა ამდენი მარტივად რო ვთქვა ხო ამერიკელი ამომრჩევლის თვალში ეს უნდა იყოს სწორად გაღებული დახმარება მით უმეტეს რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იკლებს პოლიტიკურ პარტიებში უკრაინის დახმარების სურვილი შეიძლება იყოს წინასაარჩევნო რიტორიკის ნაწილიც რომ ხალხს უთხრას რომ ეს ფული ჩვენ უნდა მოვიხმაროთ და უკრაინის ომი ჩვენ არ გვეხება ანუ ერთმანეთთან კავშირშია ხო ეს ამერიკისთვისაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინის ომის შედეგები და უკრაინისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დახმარების ხარისხი არ ასე ვთქვათ გაუარესდეს. ამიტომაც იყო ეს ვიზიტი ზელენსკის ასე მნიშვნელოვანი ვაშინგტონში. რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა წამოჭერი ახლა შენეკა. ის რომ ერთ-ერთი საკითხი რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია საკმაოდ ხშირად ისმის ხოლმე არა მხოლოდ დემოკრატებისგან, არამედ რესპუბლიკელებისგანაც, რომ ბაიდენს არ განუმარტავს ამერიკელი ხალხისთვის, რატომ არის უკრაინაში მიმდინარე ომი მნიშვნელოვანი. რომ არ უთქვამს მას ისე, როგორც აუხსნია, თქვა სხვა თემები, რატომ იღებს ის გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ამ საკითხზე არ უთქვამს ის, რატომ შედის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში უკრაინის დახმარება. და ამის გამო ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო კლებულობს მხარდაჭერა და ამის გამო არის აი ეს გარღვევა საზოგადოებრივ აზრში, რომ ამას შემდეგ რაც ემოციები დაცხრა და ვთქვათ უკვე წელიწად ნახევარია ეს ომი მიმდინარეობს სისტემატიურად ესმის ხალხს ომის შესახებ, საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ ვერ აკავშირებენ ამერიკის იმ დროს, როცა შეერთებული შტატების, თქვა, სამხრეთის საზღვარზე არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა. მით უმეტეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ აკავშირებენ ამერიკელები იმას, თუ რა კავშირია სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყანასა და ქვეყანაში მიმდინარე ომსა და ჩვენს ბიუჯეტს შორის, მაშინ როცა სამხრეთის საზღვარზე მიმდინარეობს ესეთი პროცესები, სადაც ჭირდება ძალიან აქტიური დახმარება. თქვათ თუნდაც სამხედრო ეროვნული გვარდიებს გულისხმობ აქ სამხედრო თვალსაზრისით. თუ არის მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რაღაც ეტაპზე ამ საარჩევნო წლის განმავლობაში გამოვა და ეტყვის ამერიკელებს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე საუბარიც, რომ ერთ-ერთი თემა კიდევ რის გამოც ესე არგუმენტის გამყარება ხდება უკრაინის მიმართ არის ის, რომ ამერიკა
უკრაინისთვის მიწოდებულ დახმარებაში, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უსაფრთხოების მხრივ, ასე ვთქვათ, დახმარებაში, ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებს ხარჯავს. და ამ 5%-ზე ნაკლებით არგუმენტი ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ ხდება შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო მოწინააღმდეგის დასუსტება და წესით ამერიკელებს და ამერიკის ინტერესებში ამის გამოც უნდა შედიოდეს ეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე მილიარდი დოლარი, რაც არ უნდა ესე უცნაურად ჟღერდეს ეს გამდინარე იქიდან, რამდენად დიდია შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი, ის თანხა, რომელიც გამოიყოფა უკრაინაზე, არის საკმაოდ მცირე იმასთან შედარებით და ამ არგუმენტის გაგრძელება ისიც არის, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რუსეთს დავამარცხებთ უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინ აღარ მოგვიწევს სხვა ომების ბრძოლა რუსეთთან სხვაგან. და აი გუშინ სენატორმა ლინზი გრემმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ უკრაინელების სისხლით ვახერხებთ იმას, რომ დასუსტეს რუსეთის ჯარი და რატომ გვიჭირს ამის გადალახვა და რატომ არ უჭერთ უკრაინას უფრო აქტიურად მხარსო. ხო, თუმცა წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია. ის არ შეუცვლია, ხო, თუ არ ვცდები ეს პოზიცია, მას შემდეგ რაც ზელენსკის ესაუბრა. მოგეთ რომ შევაჯამოთ ამ ყველაფერის გათვალისწინებით, რამდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს და მნიშვნელოვნად ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში. მნიშვნელოვნად ძალიან წარმატებულად ალბათ ძალიან შერეული იქნება ეს წარმატება. ძალიან წარმატებული შეხვედრა ჰქონდა თუ კარგი იყო ძალიან თეთრ სახლთან პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, 1 ოქტომბრამდე თუ არ მოხერხდა ბიუჯეტის შეთანხმება წარმომადგენელთა პალატაში. ამერიკის მთავრობა შეუწყდება დაფინანსება და ამ ფონზე კიდევ ის, რომ ამ ბიუჯეტის ერთი ნაწილი არის სხვათა შორის 24 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის. თუ ის ბიუჯეტი არ დამტკიცდა, არ ვიცით რა ბედი ეწევა აი ამ 24 მილიარდ დოლარს, რომელიც მომავალი წლისთვის არის უკრაინისთვის გამოყოფილი. ანუ ძალიან მყიფეა სიტუაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის ჩამოსვლა და იმის შეხსენება, რამდენად შეუპოვრად და რამდენად მამაცად იბრძვის მისი ხალხი და მისი ერი რუსეთის წინააღმდეგ. მეორე მხარეს ნაკლებად წარმატებულად ალბათ ის ჩაითვლება, რომ წინა ჩამოსვლაზე ზელენსკი გახსოვთ ალბათ კონგრესის გაერთიანებული ხდომის წინაშე გამოვიდა სიტყვით, რაც ძალიან დიდი პატივია და ძალიან იშვიათად ხდება შეერთებული შტატების კონგრესში, მაგრამ წელს ეს არ მოხდა და წელს აი იმის ნაცვლად რომ რაღაც სენატორებთან საჯარო შეხვედრა ჰქონოდა, ის მათ დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ანუ გააჩნია როგორ შევაფასებთ ამ ვიზიტს, მაგრამ ყველა ვარიანტი თავარი ატაკამსები გამოაგზავნო. მოკლედ ეს არჩევა მნიშვნელოვანი იქნება კი. მილიარდიანი პაკეტი დამტკიცდა, რამდენიმე 10 მილიარდზეა საუბარი და ეხა ატაკამსები არის საჭირო და ამით ასე ვთქვათ შეფასდება ამ ვიზიტის წარმატებულობა თუ წარუმატებლობა, მაგრამ ამ იარაღს აპირდა სანამ დავამთავრებ, დიახ, მოდი ცოტა ვისაუბრო და ასევე კანადაში მის გამოსვლაზეც ტრუდოსთან შეხვედრაზეც, აი კანადას რამდენად დიდი დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს უკრაინას? კანადასაც შეუძლია, რა თქმა უნდა, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა. აქამდე კანადა არც ისე მეტად აქტიურობდა. ზუსტად სამწუხაროდ არ ვიცი რა სამხედრო დახმარება აქვს კანადას მიწოდებული უკრაინისთვის, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით კანადა ძალიან აქტიურობდა. ნებისმიერ კანადის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთი გამორჩეული ესეთი დასაფასებელი რაც აქვთ არის ის, რომ ძალიან კარგები არიან ტრეინინგების ჩატარებაში. და თქვა რომ F-16-ების ტრეინინგებს, ასე ვთქვათ, პილოტებს ჩაუტარებს ტრეინინგებს, ეს უკვე გაჟღერდა. დიახ, და აი ეს კანადის ჯარის ერთ-ერთი ფუნქცია ძალიან ხშირად ესეთი შემთხვევების დროს არის სწორედ ის, რომ ისინი უტარებენ ტრეინინგებს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანადაში ჩასვლაც და ის, რომ ესე იგი მაქსიმალურად ცდილობს, ანუ რომ შევხედოთ ახლა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ჩამოვიდა ზელენსკი
გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თუ მონაწილეობის მისაღებად და დაიწყო ფაქტიურად მესიჯებით ესეთი გლობალური სამხრეთისთვის, რასაც ჩვენ ესეთ სამხრეთის ქვეყნებს უწოდებთ, გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურ სამხრეთში ზელენსკის მიმართ, უკრაინის მიმართ გარდა იმისა, რომ მარცვლეულის გამო პრობლემები ექნებათ ქვეყნებს, ზედმეტად არც მხარს უჭერენ, არც აქტიურობენ თქვა საერთაშორისო ფორუმებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მათთვის მიმართვა და ეს ძალიან ბევრი შეფასები ზელენსკის გაეროში გამოსვლა უკავშირდებოდა სწორედ გლობალურ სამხრეთში საკუთარი მესიჯის მიტანას. იყო ასევე კრიტიკა, რომ კრიტიკა ნაკლებად ესეთი დაკვირვება ერთი, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა დარბაზში მაშინ და ესეთი ისიც კი გაჟღერდა, რომ ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია სიტყვით გამოსვლა, რაც რა თქმა უნდა არ არის ნახევარი არ იყო ის დარბაზი, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა ამას. მაგრამ და ასე ამის შემდეგ უკვე დაიწყო იყო შეხვედრა უშიშროების საბჭოსთან, როცა ზელენსკიმ პირველად მიმართა უშიშროების საბჭოს და მონაწილეობა მიიღო საბჭოს შეხვედრაში, სადაც სხვათა შორის პირდაპირისპირი შეხვედრა მოუწია რუსეთის ელჩთან. გაეროში ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მესიჯინგი და ის მხარე ამ მესიჯინგისა, რომ ისეთივე თანასწორი და ისევე შეუძლია მას საკუთარი თავის და ქვეყნის წარმოდგენა უშიშროების საბჭოში, როგორც შეუძლია ნებისმიერ სხვა იმ ადამიანს, ვინც იქცის. და ამის შემდეგ უკვე წამოვიდა ზელენსკი ვაშინგტონში, სადაც სცადა მადლიერებაც გამოეხატა ამერიკელი ხალხისთვის. გახსოვთ ალბათ წინა ჩამოსვლა ერთ-ერთი კონფერენციის დროს შეერთებული შტატების ჯეიკ სალივანმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა უკრაინა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ცოტა მადლიერება, ცოტა მეტი მადლიერება გმართებდა და ახლობით ასეთი იყო ხო მისი კომენტარი და ამის შემდეგ აშკარად ძალიან ესეთი დამოკეთილად ეტყობა უკრაინას, რომ განსაკუთრებით შეერთებული შტატების დახმარებაზე როცა საუბარი, ხაზი გაუშვას იმას, რომ მადლიერია ამ დახმარების. ყველა გამოსვლის დროს რაოდენობა მადლობისა არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას ვინც დათვალა იმან თქვა, რომ 8 ჯერ გამოიყენა ეს მადლობა ბაიდენის მიმართ, არამედ ამერიკელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ია, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო ია მეურმიშვილი, რომელმაც შეგვიფასა ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში და კანადაში და ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ NBC-ის ინფორმაციით ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინას ატაკამსებს გადასცემს. ნახოთ იმედია ეს ინფორმაცია არის სწორი და უკრაინა მალე მიიღებს იარაღს, რომელიც მას სჭირდება ძალიან კონტრშეტევის წარმატებით განხორციელებისთვის. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს. კარგად ვდადებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.